ყველა ფეხით მოსიარულე, ყველა მძღოლი, ყველანაირი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი არის კომფორტულად, ყველას აქვს თავისი უფლება, მისი ეს უფლება დაცულია. 64-ზე ლაპარაკობ. და ყველაფერი ბედნიერად არის. 64-ზე ლაპარაკობ. მოწესრიგებული. 60-ში მანქანით არ ამგონია წავიდე, მაგრამ არ ვიცი ჯერ ნახავ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვინდა რომ მივისწრაფოდეთ ასეთი ტიპის ქალაქის მშენებლობისკენ, რადგან მე სხვაგვარად ვერც ევროკავშირი წარმომიდგენია და ვერც ვერაკავშირი. და ვერც საჭესთან ჯდომა. ეთანხმებით და ყოველთვის უცხოელები, როდესაც ჩამოდიან, გაოცებას ვერ მალავენ, როგორ ცდილობთ და ვერ ყვევით და მართავთ ავტომობილებს და გადავდივართ ფეხით. ქუჩაზე რო თვითონ ფეხით რო არ გადადიან, ხელს რო ჩაგავლებენ. და მიშველე გადამიყვანე და არ გადადიან. ყოველთვის ვეძებთ გზას გამოსავალს, ასე ვთქვათ, ამ პრობლემის გადაჭრისა. ამიტომ დავპატიჟეთ დღეს სტუდიაში ადამიანები, რომელსაც აქვთ ალტერნატიული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქში ესეთი ჰარმონია ერთგვარი და როგორ უნდა განიტვირთოს ძალიან გადატვირთული მოძრაობისგან ჩვენი დედაქალაქი. სასწაული მოხდეს დღეს? სასწაული გაცხადდეს და მოხდება თუ არა ეს არ ვიცი. დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე და ეკა ლალიაშვილი, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის ხელმძღვანელი. მობრძადი. გამარჯობა, სასიამოვნოა თქვენი. აქედან მობრძადი. ხაბატონიკა, თქვენ აქეთ დავბრძანდით. ჩვენ სასწაულზე ვლაპარაკობთ, ვიცით, სასწაული ესე ადვილად არ ხდება. Smart City. ესე ქვია პროექტს. ერთგვარად გასაგებია, რომ ის უნდა იყოს რაღაცა ძალიან ყოჩაღი, მოქნილი, ყველასათვის ასე ვთქვათ კომფორტული და მისაღები. იდეა საიდან წამოვიდა თუ არ გეკითხებით, იმიტომ რომ ყველა ვიცი საიდან წამოვიდა. დიდი პრობლემებიდან. დავით, საკმაოდ დიდი მასალაა, ასე ვთქვათ, რასაც მოიცავს ეს პროექტი. დავიწყოთ ძირითადით ალბათ, იმიტომ რომ არ მგონია ეს პროექტი ითვალისწინებდეს ავტომობილების შემცირებას საერთოდ, ხო, რაც განტვირთავდა. ხო, Smart City თვითონ ეს ძალიან, ასე ვთქვათ, ცნობილი მოდელია, რასაც ევროპული ქალაქები ამკვიდრებენ და იყენებენ და იქ სატრანსპორტო საკითხი შედის დაუშვათ ენერგია, კომუნიკაციები, წყალი, ისეთი ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ქალაქის ცხოვრებისთვის, ნორმალური ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ შემთხვევაში სატრანსპორტო მიმართულებით წავედით, პროექტზე ვიმუშავეთ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა და საბოლოო ჯამში საერთაშორისო ექსპერტების, ასე ვთქვათ, ინფორმაციით და მხარდაჭერით მივიღეთ ძალიან კარგი სურათი. ძირითადი მიზეზი რა არის ამის? დღეს ქალაქში გადაადგილება უკავშირდება ჩხუბს, კონფლიქტს და სერიოზულ სტრესს ვიღებთ. აქ საუბარია მძღოლზეც, ქვეით ატმოსფერულიზეც და ნებისმიერ სხვაზე. კი, ყველანი ვართ აგრესიულ მდგომარეობაში და ზოგადად მოქმედებს თელ ქალაქზე. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა, რატომ არის ასე და ბევრ რამეში ასე ხდება ხოლმე, როდესაც არ არის ფუნქციები გამიჯნული და არ ვიცი ჩვენი უფლება, არ იცის ქვეით ატმოსფერულემ თავისი უფლება, არ იცის ზღოლმა, არ იცის სხვა, ასე ვთქვათ, საგზაო მოძრაობის მონაწილემ თავისი უფლებები, ეს იწვევს ამ სტრესს და დაპირისპირებას, იმიტომ რომ ქვეით ატმოსფერული დღეს დადის შუაგზაში და ავტომობილი დადის ტროტუარზე. ძირითადი პრობლემა, საიდანაც გამოვდივართ, ეხლა ამ შემთხვევაში პირველი პროექტი, რაც დავიწყეთ, ეს არის საცობების განმუხტვა, რომელიც მე რა ვთქვათ, შეიძლება ძალიან პატარა დაკვირვება გითხრათ, დღეს ძალიან ისეთ ცუდ დროის მონაკვეთში მომიწია გადაადგილება და რამდენიმე შუქნის შანზე იყო საცობი. და თითქმის ყველა ეს საცობი ჩემი დაკვირვებით გამოწვეული იყო არა მანქანების სიჭარბისგან, არამედ მძღოლების წესების დარღვევის გამო. ალბათ კვლევა არსებობს გარკვეული, ხო? ეს მიზეზი მართებულია თუ არა? ესეა? არსებობს, გზაჯვარედინების პრობლემაც არსებობს და აქ უნდა ვისაუბროთ მაშინ რომ საპატრულო პოლიცია არ ასრულებს კანონს რეალურად, იმიტომ რომ მისცენ ხდება უამრავი დარღვევა და ზუსტად ჩვენი პროექტის მთავარი მოთხოვნა ჩვენ პროექტში არის ის, რომ საპატრულო პოლიციამ დაიწყოს ასრულება და რეაგირება. კანონის რომელიც არსებობს რეალურად. ამავე დროს კი, რა თქმა უნდა, თუნდაც იგივე გზაჯვარედინზე მოძრაობის რეგულირება. დღეს შეიძლება ნახოთ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, აქვე ვაფიქსირებ ხაზგასმით რომ უდიდესი პატივისცემი და სიყვარული თუ არ ყველა პოლიციელის მიმართ გამშრალ, უბრალოდ ეს ფაქტია. რომ შეიძლება ეწეოდეს სიგარეტს, მეორე ხელში შეჭიროს მობილური და არეგულირებდეს მოძრაობას. და ისიც უწესრიგოთ ხელების ქნევით. არა არის სპეციალური მინიშნებები, რაც უნდა გააკეთოს საპატრულო პოლიციამ. მე ვფიქრობ იმას და ჩვენ პროექტში ეს გვაქვს მითითებული, რომ საპატრულო პოლიცია უნდა გადამზადდეს უკვე
დრო მოვიდა ამის, იმიტომ რომ გაიყინა განვითარების ერდონეზე. საგზაო მოძრაობის დასარეგულირებლად საერთაშორისო სტანდარტებით, როგორც არის ეს დაუშვათ ევროპულ ქალაქებში, როდესაც მარეგულირებელი სიგნალი. ვიდეოები იდება ხოლმე მე ეს უცხოეთში როგორ ხალისიანად აკეთებენ. ამას ვამბობდი ხოლმე ჩემ მეგობრებშიც, ეცინება თუ აი წარმოიდგინე ესე რო დგას და ეს, მაგრამ ამ დროს ნებისმიერი ტურისტი რომელიც ჩამოდის, ეცინება საბოლოო პოლიცია სიგარეტს ეწევა და მეორე ხელით ხაჩელი. ხო, ამავე დროს კონფლიქტური სიტუაციებია, ვერსად ვერ ნახავთ, რომ მძღოლი და პოლიციის თანამშრომელი ჩხუბობდეს. ხო, სადმე ევროპაში ესეთი რამ ხო წარმოუდგენელი. აქ ჩხუბობს, რომ ვერ გავიგე შენ რო დამიძახე და მე შენ ხელი რო დაგიქნიე და ეს უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ ეს მარტივი რაღაცაა. ამ პროექტშიც ისეთი მარტივი რაღაცები გვაქვს ჩადებული, რომელიც დიდ საბიუჯეტო ასე თქვა განახარჯებს არ ითხოვს და უბრალოდ წესრიგს ითხოვს, რომ მოხდეს აღსრულება კანონის, აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის და იგივე გზაჯვარედინებზე ვიდეო კამერებზეც ეჭვია უკვე. გაჩენილი მე ბევრისგან გამიგია, რომ ჯარიმა არ იწერება, კონტროლი არ არის, სხვა ჟურნალისტებისგან ძირითადად ჩავატარეთ ტესტი და არ მოდის ჯარიმა და ასე შემდეგ. მე მომდის წილი წინა ავისი. აი 1.80 კამერა იყო და დავარღვიე ბოდიში. საჯაროდ ვამბობ. მოგივა გვანშან, უგეში. არა, ბევრი დრო გავიდა და არ მომივიდა ჯარი. არა, მე უბრალოდ ტაქსის ძღოლმა მითხრა, რომ მე ვიციო რა ადგილას არის, რატო გაიარეთ მეთქი წეითელს. ყველა მიცის. და მე ვიცი რა ადგილას იყო. საცობებზე საინტერესო სტატისტიკას გიტყვით, დღის განმავლობაში, მთელი დღის განმავლობაში გააჩნია დისტანცია, რა დისტანციას ვფარავთ 70 წუთიდან 100 წუთამდე ვართ საცობებში. და ეს საბოლოო ჯამში რო გადავთვალეთ, გამოდის 3 დღე-ღამე 30 დღის განმავლობაში და ეკოლოგიაზე რომ აღარაფერი. ხო, და ანუ იმ ღამეს თუ დღეში გადავიღოთ 6 დღე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ საცობებში და ეს პირდაპირ დარტყმა ზოგადად ქალაქის და ქვეყნის განვითარებისთვის, იმიტომ რომ რაღაცა მინდა თქვა კი. ნაწილი ხო გძინავს კიდე, ხო? რაღაც ბევრი გძინავს. საცობებში ვართ, გძინავს. ანუ სულ მთელი თუ გძინავს, მაგრამ ვართ საცობში, მაგრამ იცი ჰიგიენურად თავს ვიწესრიგებთ და რაღა დარჩა ისე, როდესაც ჩვენ ამე ქმედიც ვაკეთებთ, ხო? სულთიცე ჩამოსათვლელი. რაღაცა მინდა გითხრათ. მე ძალიან მადლობელი ვარ, რომ სამსახური გასუფთავების მუშაობს მართლა კარგად და ურნებით სუფთავდება და დიზინფექციაც ხდება, მაგრამ არ შეიძლება ნაგვის მანქანებმა დილით დაცალონ ეს ყველაფერი ადრე, როცა მოსახლეობას ძინავს. მით უმეტეს ჩვენ საუბედუროდ ძალიან გვიან გამოვდივართ სახლიდან, ძალიან გვიან მივდივართ პურზე და ასე შემდეგ. საცობები ძალიან პატარა ქუჩებზე ხდება, ძირითადად მაგაზე არის ერთი პასუხი, რომ ცალსახად უნდა გადავიდეს ღამის საათებში და ჩვენ პროექტში გვიწერია საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათის ჩათვლით შეიძლება. ნუ დილის 8-მდე და არ უნდა იყოს მაგალითად უნდა შემოვიდეს უკვე ახალი დასუფთავების ავტომობილები რამენაირად დროთა განმავლობაში, რომელიც კონტეინერს თვითონ წლის. ბუნკერის პრობლემაც არის, რამდენს ხედავთ, რომ უშუალოდ გზაზე დგას. ის უნდა იყოს აუცილებლად პარკინგია. პარკინგის ადგილებსაც იკავებს. ის უნდა იყოს აუცილებლად შეჭრილ ადგილზე. დღეს როგორ არის ეს დგას გზაზე, ვიღაც გაედება ან ქარი დაუბერავს და საგზაო მოძრაობაში ერთვება ეს ბუნკერი მიდის თავისი შუა იმაში. მე მინახავს ესე წიგნებითაც გაუწევიათ, რომ პარკინგის ადგილზე როა ასე რომ ღამის საათებში უნდა გადავიდეს და დისტრიბუციის სპეცტექნიკა დაუშვათ ცემენტის დიდი სპეცტექნიკის ავტომობილები რომ გვინახავს რამდენად უნდა მოხდეს ისე რომ გვესმის რომ ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა ისეთია რომ ბიზნეს სექტორს ამით დარტყმა არ უნდა მიადგეს მაგრამ შესაძლოა რომ მისი შეზღუდვა მოხდეს პიკის საათებში ეს აი ზუსტად ამაზე მიდოდა მე 5-დან 8 საათის ჩათვლით მაგალითად ბატონოც ჩვენ ვიცით რომ თქვა ტრანზიტული მოძრაობა ქალაქში არის აკრძალული ხო თქვა ძალიან დიდი ტრანზიტული ტრანსპორტის ასე ვთქვათ კიდევ რა არის თქვა ესეთი ტიპის შემაფერხებელი რითი შეიძლება განიმუხტოს რა ტრანსპორტის დარეგულირებით თქვა ქალაქი ციცაკბერაში აქ კომპლექსური არის პრობლემა და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საგზაო უსაფრთხოების ამაღლებაზე რომლის ერთ-ერთი ნაწილი არის ასევე საცობების თემა თუმცა არაერთადერთი რასაკვირველია ტრანსპორტი და მისი უსაფრთხოება და მისი სიჭარბე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ქალაქში განსაკუთრებით როდესაც 400,000 ავტომობილი ანუ მილიონიდან ძირითადი ნაწილი თქვა დედაქალაქში არის თავმოყრილი და შეიძლება ითქვას საცობების ძირითადი გამოწვევის მიზეზია ანუ 400,000 მანქანა არის დედაქალაქში კი ბატონო აქედან 90% არის 10 წელს გადაცილებული რაც ნიშნავს იმას რომ
როგორც ვთქვათ, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ასევე გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების თვალსაზრისით ძალიან საფრთხე არის ისევ და ისევ ჩვენი მაცხოვრებლებისთვის. ის უწყებები, რომელსაც ასევე ეკუთვნის აღსრულება კანონის, ვთქვათ, გზების გაკეთება, დარეგულირება, სადისტრიბუციო მანქანების და ასე შემდეგ და ეს ყველა პასუხისმგებლობა მიმობნეულია სხვადასხვა უწყებებში. ამიტომ არის რთული ხო რეალურად მართლა. ასაკურველია, ამას ჭირდება ძალიან მაღალ დონეზე კოორდინაცია. მოუყარა ხო რაღაც აბსოლუტურად ერთიანი ხედვა, რაც ვთქვათ, smart cities კონცეფციაში შეიძლება განვიხილოთ, რომ არის თავმოყრილი, თუმცა ასაკურველია, საჭირო არის და მნიშვნელოვანია ასევე კიდევ ვთქვათ, სხვადასხვა იდეების სახელმწიფო დონეზე ვთქვათ, ჩართულობა და ამის კიდევ უფრო გაფართოება, თუმცა ძირითადი საბაზისო და ისეთი ჩონჩხი დოკუმენტი, თუ შეიძლება ითქვას, გამზადებული არის. ასევე მინდა დავამატო, რომ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ეროვნულ დონეზე უნდა იყოს მომზადებული, ამ ეტაპზე ვთქვათ, ასევე პროცესში არის სამთავრობო ხელისუფლების მხრიდან, ინფრასტრუქტურის სამინისტრო აკეთებს ამას, თუმცა თბილისის განვითარების გეგმა, რაც ვთქვათ, smart cities კონცეფცია შეიძლება იყოს მისი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგრამ ფაქტია ის, რომ ის უწყება, ვინც იქნება, ვთქვათ, ლიდერი და ვინც პასუხისმგებლობას აიღებს ამ შედეგებზე, ამის განხორციელებაზე და მონიტორინგზე, ეს უწყება არ არსებობს და მისი იდენტიფიცირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმისათვის გაჩნდეს ესეთი უწყება. ანუ გაჩნდეს თუ აიღოს ვთქვათ, რომელიმე რაღაცა შეიძლება აიღოს პასუხისმგებლობა, შეიძლება ცალკე, თუმცა ამას სჭირდება აუცილებლად თავისი ცალკე ჯობია მაინც. დიახ, რომელსაც ექნება რასაკურველია პოლიტიკური მხარდაჭერა, ბიუჯეტი გარკვეული. ბიუჯეტი და რა მოდი ვთქვათ, რომ ჯობია სხვა საქმე არ ქონდეს მაგ კომპანიას, რომელიც მაგას აიღებს თავის თავზე. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად კონცენტრირებული და ორიენტირებული საგზაო უსაფრთხოების ამაღლებაზე, რომელსაც ზუსტად ეწოდინება 5 წელიწადში რისი მიღწევა ჩვენ გვინდა, რამდენად გვინდა შევამციროთ საგზაო შემთხვევები, გამოწვეული ფატალური შემთხვევები და ასე შემდეგ. ერთი კითხვა, რა წილად შეიძლება მოაგვაროს ეს პრობლემა ტექნიკური დათვალიერების საბოლოოდ დაკანონებამ ავტომანქანებს. ხო, ტექნიკურ დათვალიერებასთან პრობლემები არის, ჩვენ მუშაობთ ამ საკითხზე, კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა, ვისთან ერთადაც ამ თემაზე ვმუშაობთ. იცით, დღეს რომ შემოვიღოთ აი ახლა ამ წუთას, ხო? ჩვენი გათვლით 350,000 ავტომობილი მილიონიდან ვერ გაივლის ტექნიკურ დათვალიერებას და ის უბრალოდ ჯართი არის გამზადებული, იმიტომ რომ მისი მომზადება ტექნიკურ 350,000 ადამიანის პროტესტი თავისთავად ავტომატურ რეჟიმში შესმოყვება, იმიტომ რომ ის ავტომობილები ძირითადად არის 20 წელზე უფრო ასაკოვანი და გადააქვთ ან რაიონებში დაუშვათ კარტოფილი, პომიდორი, გასაგებია ტრანსპორტირების წესების დარღვევის ადამიანს ძალიან უჭირს, ძალიან პრობლემატური არის, მაგრამ მე მიმაჩნია პირადად, რომ გამოსავალი არის თუნდაც აზერბაიჯანმა რაც გააკეთა, ხო? მაგალითი იყო, არა, იცით როგორ გააკეთა, რომ შიგნით კი არ დაუწყოს დევნა უკვე ვისაც ყავს ავტომობილი. აღარ შემოვიდა. დააწესა ზღვარი, რომ Euro 4 სტანდარტი დაწესდა. უკრაინამ Euro 5 დააწესა უკვე და ჩვენ საზღვარი ღია აბსოლუტურად ყველა ბოდიში სიტყვაზე და ნაგავისთვის შემოდის გადაჭრილი ავტომობილები ევროპის სასაფლაოებიდან. ქონდა კი სიუჟეტი ევროპის სასაფლაოებიდან შემოდის პირდაპირ. გერმანელების გამოძიება ქონდა ეთერში ვაჩვენებს სასწაულები ხდება. ამიტომ პირველი ეტაპი რატომაც არა დაწესდეს იმპორტი და ასევე პრობლემატურია, მე ვიცი რომ ეხლა არაპოპულარულ თემას ვიტყვი, მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მომრავლება ზოგადად რაოდენობის 2014 წელს 80,000 ავტომობილიდან 40 შემოსული იმპორტიდან 45% ანუ თითქმის ნახევარი იყო მარჯვენა საჭიანი. ჩვენ ნელ-ნელა ასე გადავიქცევით პირიქით მოძრაობა მოგვიწევს, ანუ ჩვენივე კანონის საწინააღმდეგო. რაოდენობა თუ დაეწია? ამიტომ აქაც ნუ დაუწყებთ ახლა დევნას ვისაც ყავს და შეიძლება შეზღუდვის დაწესება არის გაცილებით უმტკივნეულო. ტრანზიტზე რომ ვთქვით, ეს ძალიან საინტერესო საკითხია, თბილისი დატვირთული არის. მაგალითად სადგურებიდან არასწორად ხდება გასვლა. შეიძლება იყოს დიდუბის სადგურიდან და წავიდეს დაუშვათ კახეთის მიმართულებით. მთელი პრინციპი ამის ის არის, რომ სადგურები გადავიდეს პერიფერიებზე და დაუშვათ კახეთის მიმართულებით წავიდეს სიტყვაზე სადღაც აეროპორტის მიმართულებით. ხო, ანუ უნდა იყოს ახლო არის და არ უნდა კვეთდეს ქალაქს თავიდან ბოლომდე და დღეს ტრანზიტული მოძრაობა თბილისის არის 37%. სრული ასე ვთქვათ მოძრაობის და ამიტომ წარმოიდგინეთ ის რამხელა გაგვირთვა და
პრობლემას მოაგვარებს რკინიგზის დროულად გადატანა, რაზეც არაერთი ხმაური მოყვა ამ საკითხს და ეს არ არის სახმაურო საკითხი. რკინიგზის დროულად გადატანა და იქ მაგისტრალის მშენებლობა გამოიწვევს იმას, რომ განიტვირთება მოძრაობა, ტრანზიტული მოძრაობა. ხაბატონაიკა, ერთი ესეთი ხშირად როდესაც საუბრობთ ხოლმე ამ პრობლემატიკაზე, მაინც მივდივართ ინფორმაციამდე, განათლებამდე და მაინც ვერავინ ვერ დაგვაძალებს ჩვენ რაღაცა კარგ მოპყრობას, თუნდაც ქუჩაში ერთმანეთს თუ ჩვენ თვითონ არ მოვინდომეთ, ხო? და სულ საუბრობთ ხოლმე, რომ მაინც თქვათ სკოლებში ეს სამოქალაქო განათლების აღზრდის. მე ვიცი, რომ სკოლებში იგეგმება ახლა ამ საგნის დამატება, რომელშიც შევა თუ არ შევა, არ ვიცი კონკრეტულად საგზაო უსაფრთხოების ნორმები, მაგრამ ანუ ეს რაღაც ნაბიჯები იდგმება განათლების კუთხით. ჩვენ განათლების სამინისტროსთანაც გვაქვს სასაკვირველია თანამშრომლობა და მათი ინფორმაციით ემატება ეს გაკვეთილები, რომელშიც ასევე საგზაო უსაფრთხოება შევა. დიდი იმედი გვაქვს, რომ შეიძლება იყოს ეს ფორმალურად შესული, მაგრამ თითოეულ მასწავლებელზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ხარისხიანად ჩაუტარებს და მიაწოდებს ინფორმაციას ბავშვს და ესეც რასაკვირველია, როგორც თქვენ ბრძანეთ, თვითშეგნება ყოველ ჩვენგანს, ყველა მასწავლებელს უნდა ქონდეს ის მშობელს თავისი მაგალითით ამ ინფორმირებით უმნიშვნელოვანესი ამ გზავნილის სწორად მიწოდება ბავშვისთვის, იმიტომ რომ ეს ბავშვები ხვალ არიან ასევე გზის მონაწილეები, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილდებიან, მომავალი მძღოლები არიან და მე ყოველთვის ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ ბავშვები ძალიან ხშირ შემთხვევაში გვაძლევენ ჩვენ მაგალითს უფროსებს. გვაფიქრებენ ხოლმე ჩვენს ქცევაზე. მაგრამ ოპტიმიზმის იმედად ნოვიქნებით, ალბათ კანონები უნდა იყოს იგივე ფეხით მოსიარულეები, რომელსაც დედას გადაყავს შვილი ქუჩაზე, ალბათ უნდა იყოს ჯარიმა, იმიტომ რომ სხვანაირად შეგნება არ მოდის ალბათ. ერთი შეკითხვა აქვს, რა პერსპექტივა აქვს ამ პროექტს? რა შეიძლება იყოს მომდევნო ნაბიჯი, თუ შეიძლება თაროზე დარჩეს, თქვათ ეს? ამ პროექტით, ანუ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა, ვინც იყვნენ ჩართულები, მოვამზადეთ კონცეფცია, რომელიც არის გამზადებული და ვაპირებთ, რომ მივაწოდოთ თბილისის მერიას, ეკონომიკის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ სტრუქტურებს, ვისაც ეს ეხება და იმედი გვაქვს, რომ განხორციელდება ეს პროექტი, იმიტომ რომ ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური დავის საგანი და არ უნდა იყოს პოლიტიკური დავის საგანი ის, რომ 48 საათში ყოველ 48 საათში იღუპება ერთი ქვეითად მოსიარულე და არ უნდა იყოს დავის საგანი, რომ 600-700 ადამიანი ზოგადად ავტოსაგზაო შემთხვევებში. თუმცა პოლიტიკა ახსენეთ და ხშირად სწორედ პოლიტიკურად არაპოპულარულ გადაწყვეტილებებზე ამბობენ ხოლმე უარს პოლიტიკოსები, თუნდაც ყოფილა ესეთი შემთხვევები, რომ რაღაცის გამო ხდება თავის შეკავება. ეს მეგონი იცით რა, ეს ისეთი თემა, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება, ყველა მოქალაქეს და ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის მასმედიის საშუალებით, თუნდაც მეგობრების და ასე შემდეგ, რომ ყოველ დღე თუ ყოველ მეორე დღეს მაინც ხდება შემთხვევა, რამდენიმე ადამიანი იღუპება, ახალ გაზრდები ბავშვები, ჩვილი, ძალიან შემზარავი ისტორიები გვესმის, ხო? საბავშვო სკამების თემა კიდევ შედის ამ კონცეფციაში სხვათა შორის. ამ კონცეფციაში არა, ვინაიდან უფრო მაინც საცობების, ჯერ საცობების თემა არის განხილული და საბოლოო ჯამში ამაზე ცალკე პროექტი უნდა მომზადდეს. უბრალოდ ერთი მინდა კიდე ერთი დეტალი უცბად დავამატო, რომ მთავარი მიზანი ამ პროექტის არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო პოპულარული და როგორც ეს ევროპაშია. ყველა მანქანის ყიდვისკენ არ ვისწრაფოდეთ. და აქ დადგენილია, კვლევებია ჩატარებული, რომ პირველად ადამიანი შეულობს თუ არა ფულს გარბის ავტომობილის საყიდლად, ისიც კი, ვისაც ბინა არ აქვს მაგალითად. არის ეგეთ შემთხვევები ბევრი. ძალიან ბევრი. ამიტომ პოპულარიზაცია უნდა გაკეთდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, რა გააკეთა მაგალითად ბელგიამ. აუცილებლად ველოსიპედზე. ბელგიამ გააკეთა რა, რომ თავის ყველა თანამშრომელს მისცა საშუალება, რომ უფასოდ იმგზავრონ მუნიციპალური ტრანსპორტით და დღეს ბელგიის ქალაქებში მაგალითად ხუმრობენ, რომ შაბათ-კვირას უფრო მეტი ავტომობილი დადის, ვიდრე სამუშაო დღეებში. ეს არის სწორი ხედვა. ამ პროექტის განვითარების საშუალებებით უკვე. დიახ, რა თქმა უნდა, ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ჩვენ კანონმდებლობით და ჩვენ ამას აუცილებლად მოვითხოვთ ძალიან მალე, გათვალისწინებულია, რომ თუ თანამდებობის პირი თუ პიროვნება სარგებლობს სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილით და სამუშაო საათის შემდგომ მაინც იმ ავტომობილით დადის 0.1% უნდა გადაიხადოს ბიუჯეტის სასარგებლოდ იმ ავტომობილის ღირებულების. ეს არის თუ ისე ცოტა თანხა გამოდის. იმ ავტომობილებს თუ გადავხედავთ, რითიც დადიან სახელმწიფო მოხელეები, ძალიან სერიოზული თანხა გამოდის. ჩვენ ცოტა ხანში ვაპირებთ, რომ ეს განცხადება გავაკეთოთ და ინიციატივით გამოვიდეთ. და ამ შემთხვევაში იგივე ის პიროვნება, რომელიც სარგებლობს დღეს სახელმწიფო სამსახურის ავტომობილით, იმგზავროს საზოგადოებრივ ძალიან დიდი მადლობა წარმატებები ამ პროექტს და ჩვენ იმედი გვაქვს იდეალური ქალაქისა, სადაც გვინდა ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ. შევისვენოთ ცოტა. ეგეც ჩვენს მოვასწრო.